მეფე, რომელმაც დრო დაამარცხა. სვიმონ პირველი. მეფე, რომელმაც ომი მახვილი დაიწყო, მაგრამ მთავარი ბრძოლა საგანში მოიგო. 9 წელი ირანის ბნელ დილეგში, ალამუტის ციხეში. მტრის პირობა სასტიკი იყო. დათმე რწმენა და მიიღე თავისუფლება. მან ციხის კედლები არჩია სულის ღალაც. ეგონაც დრო გატეხდა, მან კი დრო გამოიყენა, რომ რკინად ქცეულიყო. და როცა დაბრუნდა, თეთრ წვერა, მაგრამ ხნე, დაღლილი ხელებით კვლავ ხმალი იშიშვა. 20 წელი სამშობლოს ფარად იდგა, სანამ ბედისწერამ კვლავ არ უმოხტლა. მისი ბოლო გაჩერება კონსტანტინოპოლია. ის იქ აღესრულა, უცხო მიწაზე, მაგრამ დაუმარცხებელი. სვედი ცხოველში მხოლოდ მისი სხეული დაბრუნდა, რადგან მისი სული დერმა ვერცერთ ციხეში ვერ დაადია. სვიმონ დიდი. გახსოვდეს, სხეულის დაბმა ჯაჭვით შეიძლება, მეომრის სულისა არასოდეს. გამოიწერე გვერდი სხვა საინტერესო ისტორიისთვის.